რა ამბავში ვარ? ფუსია. ფუს. სტუმარი ყავს მესამე ბლოკში. ჩემზე თხი. არა, რომელიც ძალიან ღელავს. მაგრამ როგორც ვიცით, ძალიან კარგი დიასახლისი არის და რაღაც საინტერესო რაღაც ვარიაციები მოიტანა. ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ როგორ შეიძლება თავისუფლად მიუდგე რეცეპტს, რომელიც არსებობს, გადადის თითქოს თაობიდან თაობაზე, მაგრამ რატომაც არა, ხო შეიძლება რაღაც სიახლე შეიტანოს. გაიხარისო ცხოვრება. აი, კიდევ ერთხელ ვისარგებლოთ ამ შემთხვევით და დავაანონსოთ ისევ ჩვენი კონკურსი. მობრძანდით თუ ვინმეს გაქვთ რამე, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ საფირმო, რო ეძახიან. გაგვიკეთეთ სტუდიაში, გასწავლით. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვითხოვთ რაღაცა განსაკუთრებას, მაგრამ ნუ აი გამორჩეული მიდგომა გარკვეული კერძის მზადებისას. ორიგინალური ვერსია, გამოსავალი გამარტივების ამ კერძის მზადების, პრაქტიკული გალამაზების, თქვა თუ გაქვთ რაღაცა ძალიან ისეთი შესახედავი რეცეპტი, ასე ვთქვათ, არ ვიცი, ნებისმიერი რამ, რაც გამოგარჩევთ ხვების. და მინდა გამოგზავნოთ შქმერული თითქოს ხო ყველა ვიცით, მაგრამ ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ შქმერულმა. და მინდა გითხრათ ასევე დამჟავების თუ დაძმარების თუ რა ძალიან ბევრი გადავამისამართე ჩვენს Facebook გვერდზე. ნამდვილად. ისე რომ ნახოთ ახლა ჩვენი სტუმარი ქალბატონი მარინა ჭიჭინაძე, რას შემოგთავაზებს, მობრძანდით. გამარჯობა, მოგესალმებით. ხოთ. გამარჯობა. ქალბატონი მარინა სტომატოლოგი და ახლა უკვე დიასახლისი. არ გააგრძელო. ყალია, ესეთი სიტყვა თქვით და მე თქვით რომ არ ვიცი ზუსტად ყალიას ეძახიან თუ არა, მოდით ნუ დავკონკრეტდებით, ხო? ბოთუშვილი. ხო, მაგრამ დავკონკრეტდეთ მაინც, იმიტომ რომ ჩემთან ოჯახში მაგალითად ბროწოვლის წვენით აკეთებდნენ ამ ხორცს და ეძახდნენ ყალიას. თქვენ ყვაწარახით, ანუ არ არის ხო ზუსტი მეცნიერება, შევთანხმდით ამას. ისე ბროწეულიც გვაქვს და ყვაწარახით და ორივე ერთად ხო არ გაგვეკეთებია? არა, მე მოვაყარო ხახვი და ეს ცოცხლა. თუ მოიწევს სტუმარი დაუჯერეთ ძალიან. კარგი, დავიწყოთ ჩუმათავად. ისმენთ, მთელი ყურადღება თქვენ. ყალიათი. აი ამას ესე იგი დავჭრით და არ ვეიჭრება. ხო. აგერდა. მე ესე იგი ამას ჩავაგდებ. ხახვი. ხახვი ეს ითუშება, აი კვაწარახია თუ რაღაცა იმას მოვასხა. კვაწარახური კვაწარახი. და დავახურავ ხავსა და ითუშება. ნელცეცზე მე როგორც მიყვარს თქმა. ხო, ნელცეცზე ეს ითუშება. და საერთოდ ალბათ 1 საათი ჭირდება დამზადება. ალბათ. ხო. გთხოვთ. დავიწყოთ. ეს ხორცი თხლად არის დაჭრილი? არა, დაჭრილია პრინციპში. ხო, მაყურებელს რო უთხრათ როგორი ხორცი გვინდა, ლანგეტს რო ეძახთ. ხო, ლანგეტისთვის დაჭრილი ხორცი. და მოგრძოთ იჭრება? სულ ერთია რა, რომ უფრო ახლა ამჟამად რო უფრო ჩქარა გაკეთდეს, აი. დაჭრით თხლად, რომ სწრაფად მოიშუშოს. ხო. ეს კვაწარახი, უბრალო კვაწარახი არ გეგონოთ? აი, შენმა მეგობარმა რომ მათ შუქა გახსოვს? ქალბატონმა გულიკო. აი ეს კვაწარახი. სუპერ კვაწარახი. მე მგონია რომ ეს ყველა მეგობარს უნდა რქოს მადონა. ინტერესაცია. ისე მადონას ანუ მარიკას ვთხოვოთ, იქნებ იცის რაღაცა, ერთი უნდა მომაწოდეთ. აი შენ და მადონას ჩემი სერიალის მეზობელი. გინახავთ კადრში სამზარეულოში უკვე ჩათვალე რომ ეკრანთან ვზივარ და მე მაგლიჯავე. ხახვი გვაქვს წვრილად დაჭრილი? ის ცხელია ხო? ეს აბაში ფლავს. არა, ამაში გავაკეთოთ მოდი ყალია. აღოთ ცხიმი გვინდა ალბათ ხო ხორცისთვის? არა, ჯერ არ გვინდა? დაუშვებს ის თავის წეს აბჟარები და მე კარგი. უნდა მოვწვათ, აი შენ რო გიყვარს სიტყვა მოვწვათ, აი იმას აკეთებ. მე დავადი. დავყავ პეთან. რაღაცა კაი ხორცია, მე მგონი უმათაც იქნება ეს გიას ხორცია, თქვენ ისე მოუყურე. ეხლა ხახვი გვაქვს დაჭრილი უკვე. ხახვი რა ვქნა? ეს ამას გადავარო მოვაყრი. მოაყარეთ. იმასაც მოვასხამ და დავადგა. კვაწარას მოვასხავ? ხო. ნიური უნდა? არა. არა? თქვენთან ოჯახში როგორ აკეთებენ? ივრია? ჩემთან არა, ჩემთან მარტო ხახვი და კონდი. ხახვი და ბროწეული. მე ხო აქაც გავაკეთე და ძალიან გემრიელია სხვათა შორის ეგეთი ჩაშუშული ხორცი. ბროწეული წაკეთებ. ეხა გადავაბრუნოთ. ცოტა ხანი მოიწვას და გადავაბრუნოთ. და მე ხალხს იმას ვიზამ, ოდნავ წყალს დავასხამთ მაინც რო ისა. და რო ამოში ხო და ცხიმს ეგრევე. ყველაფერს ერთად.
ცხიმი კარაქი გვინდა? კარაქი. აი კარაქი გვაქვს. ჩვენ გვაქვს კარაქი მეგლესი. კარაქი გვაქვს მეგლე, არ ვიცი თქვენ ხმარობთ თუ არა. ჩვენ გვაქვს ხმარობთ და გემოვნე და გირჩევთ თემის აი მოადგენ. ხლა ის აი კოვიდო. არა რამე ხوارა გაქვს სპეციალურად. არა გვაქვს. კოვიდო. ამერიკოი და ხასია. არა გადავერო. არა ამ ტაფაზე წავალ ინგლისზე აქ. ოთახები ძალიან საინტერესო რაღაცებს გახლო ანუ ყოველი მომავალ უნდა შევწავ. კარგად ეს ხო დავბრათ. და მე უკვე ჩაიშუშ. ჩაიშუშოს, მე უკვე დავამატებ კარაქს და ვშუშავთ. კარაქთან ერთად ხავხს. ხო, ყველაფერს ერთად. ნიორს არა, მე კიდე რამდენი ნიორი დავყარე აქ. დაგჭირდება. ნიორი დაგჭირდება. ბულგარულში. ჩვენ ხომ ჟავებს ვაკეთებთ კიდე ძალიან იოლად და ძალიან ადვილად და ძალიან გებრიელად კეთდება და ის არ უნდა ხო, რა ქვია, სტერილიზაცია. ჩვენ უკეთესი. მაგა სტაფილოს უნდა. არა, სტაფილო. აბა ისთვის არის ეს სტაფილო? ფლავის მოასწავლე. აკეთებ კიდე ფლავს ხათი. ეხლა კარაქი ვქნათ? დავაი. ეს კარაქი ეყოფა? ცოტა. მოგცემთ კიდე თუ არ ეყოფა მეგლეს იმდენი კარაქი გვიწევსო. აჰა, კარაქი. კიდე. ხათაშორის მე დავწმენდი რომ კარაქით საჭმელი არ ფუჭდება ისე რომ პირიქით, თუ იმეტებ კარაქს, გაიმეტე ისე. არ ვიცი, მე ხა დედა ჩემი ზედზე გაგონება არ უნდოდა. არ უნდოდა, არც კეთდებოდა. ეხა შემოვიდა რაღაცა ზეთი, ბოლო ხო? დროს ზეთი ეს ხო. ქოლესტერინის ეშინია უკვე. ზემოდან მსოფლიოს. ან ბაჭიები ჩუმად იცუცნებით მან სტაფილოს, ძალიან საყვარლები ხართ. ეხლა ვაყრეთ ხახს? ხო. უნდა ვისწავლო, იმიტომ რომ მე მგონი ეს ყალია ძალიან ადვილად კეთდება. სხვათა შორის მარისაც უზამ. გადახვევა პატარა სტაფილოს რო ჭამდათ მგონია რომ თავ ვიტამინებს ახლა იწავა. არა, ეს ცხიმთან არის კაი. ცხიმთან ერთად უნდა მიირთვა სტაფილო. ვფიქრობ მაგალითად თვისები ესეთი კაი ჩვენ ორი კიდე თუ გინდა რომ ვიტამინები შეიწავოს ორგანიზმთან ერთად უნდა მიიღოს სტაფილო. კარაქი გადავსვა? თქვენ ახლა ხო იცადეთ შუაში გაჭერდება ისე უფრო ადვილი. კარგი. ჩვენ აქ დავაყარეთ კარაქი და ისა იცი რა მე ვიზარმაცე. და ბოლოს მივიღე შენიშვნა. ხახვი უნდა იყოს ალყა დაჭრილიო და მე პრილად დაჭრილიო. მე ბულგარული გავაბუყნოთ მაგით. არა არა. მეტი კარაქი უკნათ? არა ესე იგი არა. დღეს სამჯერ უკვე ეხა მე ვჭამეთ. იმას ვიზამ. პიმპილი, კი, კენით, პიმპილი, წითელი თუ შავი? შავ. შავი. ხო, მარილი უკენით და ეს მოვასხათ და ოდნავ წყალი დავასხათ და დავახუროთ. ის ხო მოიწვა თვითონ. რამდენი ხანი უნდა თითქოს და ხორცი და გასინჯო. დაყვანეთ საათს ნახევარი. კი, ალბათ. ბიჭებო გილოცავ. თქვენ დავხდებათ. გაყოფა პილპილი? დავიწყოთ ხურა. ორშაბათამდე ამბავი შეინახეთ და გითხარით როგორი გამოვა. მე ვისარგებლებ შემთხვევით. გამოუშვა წვენი ეხლა, ხო? ესეც ხო, ეს არის, ხო? კვაწარახი არის, თქვენ გასინჯეთ ჯერ კვაწარახი, როგორი სიმჟავის არის. მე რო გავსინჯე ისეთია, ძალიან ბალანსირებულია, არ არის. დაღლილი არ არის. ზედმეტად მჟავე არ არის, მაგრამ მაინც გასინჯეთ. ძალიან გადავამლაშ. ხო. კარგია, ხო? ეს გული არა, მაგრამ მაინც ბევრი არ უნდა. არა, ბევრი არ უნდა ძალიან აი, გამძლე. ერთი კოზი მოვაყენოთ, თუ რაღაცა დავამატეთ. კარგი. გელში არ არის. ერთი კოზი, ხო? ხო. ქალბატონებო, ამას ამოგვიყვება. არა, თქვენ ხელში არ არის ეს მე მიმაქ. არა, ამ წუთში. მე მგონი კიდე ცოტა. არ ეყოფა. არა, არა. ამერიკა ამორება უნდა. მოდი სამობით არისო ნათქვამია, მიდი მესამეც. იმას ყველაფერი. რაგენაღლება ხუხე. კვაწარახი. და ნაღლება. არა, გულიკო არ დაგზარდება და ამოურიო? მოგიტანს კიდე თუ რამეა. ამოურია და სუნები ამოუშვა, ხახნა, როგორი არომატები ამოდის უკვე აქედან. წვენი არის ცოტა და მე მოდი ხავს დავაყრი კიდე. ხახვი უხდება ძალიან. არა, მეტი აღარ გვინდა მაიკა. მე დაჭრილი აიკო გიჟდება, აი, ბევრი, ყველაფერი ბევრი. ოთახი. არა, იცით მეგობრებო. ახალი ამბების ოთახში პრობლემა. აიკო უნდა მუშაობდეს, აი განაკეთე. შეება რა უყო ეხლა რო დარჩა ეს. გადავყარო? ცოდო ამყრი ამას დავახუროთ თავი? დავახუროთ თავი და ვშუშოთ. ეხა დავიწყოთ ის. და კიდე ხო, მადლობთ კობა, აი ჩაგრავენ ესე. ესე იგი, ტაფაში ყრი ამას ცოტა ისა მოვწავთ აქეთ იქით და ცოტა წვენსაც როგორ ვაყრით
ხახვს, მარილი, პიმპილი, კიდე და კოც. და პერიოდულად შეგვიძლია წყალი ვამატოთ, ხო თუ ამოიშრო. თუ ამოიშრო, მარტო ისა მზად ყოფნა და მივიყვანოთ, აი ეს უნდა აი იშლება, კარგად იღეჭებოდეს მოკლედ, ხო? ბილი უნდა იყოს. ხო. ანუ დაბალცეცხლი და დრო უნდა. ქილები და ხო, ეხლა რა ვქნათ? დავიწყოთ. ეხლა დავიწყოთ ბულგარულის ჩადება კილოში. კი ბატონო, მე ეს ძალიან- გაჭრა უნდა და ხო, არა, დავჭრათ, აი. გაგდებოდ. ის არა, ჯამი? მისკა. ხო, რუსულად. რუსულად ჩვენ არ ვლაპარაკობთ. ხო, ვილაპარაკობ. ლაპარაკობ მხოლოდ ძველი ქართული. გაბოყნა. სულტაველის. კუციანობა. მე ძალიან მომხიბლა იმ იდეამ, რომ არ ჭირდება სტერილიზაცია. ხო, აი მაგიტო და მე მგონი აი ეს არა, უნდა მარტო მე. დაიჭრას ისე არა. ეს უნდა დავჭრათ, როგორ ხო, დავჭრათ? აი ეს გწვად? არა, აი ესე. აი ესე ბულგარი. ვაძრო ხო. და სხვა და მოგაწოდებ. აი ეგეთ რაღაცებს მე შემაწუხე რა. ხო. გვალები თუ მე კიდევ უნდა იყოს. თუ გავალ მანქანებს გადავხედავ. ამ ბულგარულს როგორ ხმარობთ ხოლმე, ხალბატონი მარინა? როგორ? აი როგორ სალათივით თუ გინდა რაღაცა. აზავებთ კიდე რამეში? არაფერში, აი ესევე იღებ და არის. ამას ლიმონი ჭირდება, სხვა ხო, ლიმონის წვენი მინდა. გავიგერო ლიმონი უნდა. ხო კაი ეს. ჰა? კარგია. როგორ უხდება ჩვენ ტექნიკას ეს ბულგარული? დაჭერით. ეს ბოშის ხوارა. რა ვიცი. მე ვიბნევი ვინმე რომ მყავს კიდე. სამზარეულოს. ვინმე არ არის ეს აფთელი ის არის რა ქვია. მარიკო ბოშის ნახევარ არის რუსთავი ბულგარული. არის სამზარეულო. არა, ინიციატივას ბოშის კარგავ. არა, აქ ბრძოლა ინიციატივისთვის ხო ხდება. ინიციატივისთვის იბძვის დიმა და წამართო. მანქანებს თვით აბულგარული წასწრის. შენს მანქანებს მეც გადავხედავ. დამავალეთო რა. სულ ყველა უნდა დავჭრა ის. უხდება ბევრი ხალხი. რომელი ხახვი? აი ეს და ეს ფენა უნდა ჩავაწყოთ ამ კილოში? არა, ფენა არა. ამას კარტოფილით? არა, კარტოფილი. აი ადამიანს შეეჯახე. ამას რომ მოვთუშავთ, მე ხალხსაც ერთ ჯამში ჩავყრდა. მე ვამზადებ საკმას. აჰა. ლიმონს გავწუროთ იმაში ნიორი, ქონდარი, შავი პიმპილი, ესა ხმელი კინძი და ესენი ერევა ერთმანეთში და მე ამას და ამას არც მოხუქვა არც არაფერი არ და ჩარტენი ამაში და ზემოდან ასხამ ზეთს. აჰა. და ახურა. ანუ ახლა ალყად დავჭრათ ხახვი, ხო? ალყად. ამ ალყას არ შეიძლება ის ალყაში ვარ. არია რომ აჩიკო. გამოდის კაფე და გარბია? მე ის გადაგებულ. სხვანაირად აკეთებს. მე ცოტა სხად დავჭერი, ხო? არა, მაგიტო არა, არ შედარჭა. ხო. იცით რა მაინტერესებს? ეს ეგრე ბულგარული სწორია. ხახვი ეს ყველაფერი ერთ ჯამში უნდა ჩაიყაროს მე და აირიო. მოიშუშება ეს. მე ძირითადად არის ხახვის დღეები მქონდა. აი ამდენი ჩააყარა ხახო როგორ არ დარჩენსო რომ ხახვის ხე ინდა მოიტანოთ. აი მაშინ რომ გავაკეთოთ. შენ არ იცი და მე მოგიყვები რაღაცეებს. ხახვის აქ ხე. ჩემი ამხანად ყვებდა შეყვარებულს საზამთრო ხეზე ამონდეს. კი, მე მჯერა ერთ საზამთრო ჩამომიკრიფე რა. ხიდან. ხო. ძიმე როდა წובה რა. აბა საზამთრო დავბეთხოთ. ეხა დავიწყოთ მოთუშვა, ეს უნდა მოვთუშოთ, წესით ეს ეს უნდა უნდა იყოს ჩავდო. ერთი რამოდენიმე საათი უნდა იყოს მარილიან წყალში. მე გადავწურავ და ვთუშავთ. მე ხავსაც ვთუშავ, მაგრამ ჯობია ხავი პროცესი ყოფილა სერიოზული ეგ შეადვილეთ არ ეს ერთად რო გავაკეთოთ არ შეიძლება ერთად არა, უფრო გემრიელია ცალ-ცალკე. უფრო გემრიელია, თორე ისე კი ყველა აი შენი ადგილი ამართვა. რა წაგართვა? ეხა რაში გავწუროთ? ლიმონი მე ეს უქნათ ლიმონი აი ამაში გავწუროთ. ხო. ჩვენ ლიმნის საწორი ხო გქონდა? მოიტა კოვზი. კოვზით. აი ეს კოვზი. აი ეგეთ ვიშა. ჯეზვე. თუ მიყავდა ხაშოთ მე დაგვანცა.
იქ 5 კილოზე 2 მიწერია ლიმონი. ჩვენ ზუსტ რეცეპტს დავწერთ აუცილებლად. და ეხლა ნუ ერთი კილისთვის მაინც ვაკეთებთ და არაფერს არ გაფუჭებს. ლიმონი ხო? ხო. თქვენ არაფერს ისეთ ქიმიურ დანამატს არ უშვებით ხო შესანახად? შემნახულს არაფერს არ. არაფერი არ უნდა. მაგი მხიბლავს, მაგი მაშინ. ნუ ბევრი დიასახლისი უშვება რაღაცას ასპირინებს. მე ძალიან პირველად კი, ძალიან ხშირია სხვათა შორის და აი მაშინ კი უკეთე. ასპირინს. თქვენც უშვებთ ასპირინს რამეში? დღემა. ცუდია მე. ხო. მაგრამ ახლა აღარ ვიზამ. აღარ ვიზამ. აღარ მოვიქცევი ეს. ამასობაში ისეთი წვენი გაუშვა. ეს გემრიელია. ხახეთ კარამელიზირდა მასობაში. ძალიან გემრიელი იქნება. და მე არ ვიცოდი ეს ვარიაცია ყალის მე არ ვიცოდი პირველად გავიგე ყვაწარახით თუ კეთდებოდა. კი, აუცილებლად დამერგა. რო ვერ ვიშოვე ერთხელ ჩემთვის სახში ეს ყვაწარახი და ვიფიქრე იმით გავაკეთებ ნაშარა. კი, ნაშარაფი ძალიან მოხდება. ახლოს აი მე ესა მეკითხა ნაშარები. ბაია შენც გაკურცხვით. გაკურცხვით. მე რკოცა დაიწინე, დიმა არის. საკლო გჭირდება. არის. ეხებოდა. კაპიტანოინა მე დავიწყებ რაღაცების მოშიშოს ახლა აქ სანამ ამ ზეთში ცოტა ზეთში. ცოტა კი არა ზეთში. ზეთი გაიგე. დადედიმა. აი კომედი შედაჭექი მთელი დღე გახარ. არა უკვე. ეხლა ეგ მისამდენი ადგილია იქ. დუამად ზეთში უნდა მოშიშოთო, დავასხიბებ ზეთი. ეს მერე რომ დიმა. ისა დაპატარავდება იმაში მერე დავამარილო. თუ არა გემოთი მერე. ვინაიდან არ არის წყალში ნამყოფი. მარილიაში. ჩავთვალოთ რომ იყო წყალში. მარილ წყალში. ცოტა ხანი ჩამბალი. ხახვიც უნდა დავამატო ახლა? ეს გემრიელია. ჯერა, აი იმაში გადაუღებთ მერე. თავსაწე უნდა მოვთიშოთ. ხო, ყველ გასულიყავით რეკლამაზე სანამ ეს ხევარი რაღაცა უნდა თქვა კიდე. არა, სიამოვნებით შეგვიძლია გავიდეთ რეკლამაზე დიმიტრი. მე ეს ვიკითხე და პასუხი მივიღე კარგად ხმის. ანუ ჩვენ დავბრუნდებით მოცუშული ბულგარულით და ხახით. გადაცემანია რომ ზაფარარი აშიკოსის არაფერი ეს რეკლამა. ეხა ეს რო გადავწორო